ინგლისი ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელიც კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის ახალი, უფრო სწრაფი იმუნოთერაპიის მკურნალობას ნერგავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ინიექციური ნემსი, რომელმაც ერთი ჩხვლეტით უნდა ჩაანაცვლოს ტრადიციული იმუნოთერაპია, ქიმიოთერაპია და ასევე სხივური თერაპია. ინიექციური ფორმის პრეპარატი სახელწოდებით ნიvolumab, რომელიც ცნობილია როგორც ოპტივო, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ დაამტკიცა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას 15 სხვადასხვა სახის კიბოს შემთხვევაში, როგორებიცაა კანის, ნაწლავის, თირკმლის, ძუძუს, ფილტვის, შარდის ბუშტის, საყლაპავის და თავის კიბოები. ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, წელიწადში 15,000-მდე კიბოთი დაავადებული პაციენტი შეძლებს სწრაფი ინიექციით მკურნალობას. დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის განცხადებით კი, მეთოდი საგრძნობლად შეამსუბუქებს კიბოს მკურნალობის პროცედურას, რაც უფრო მეტი პაციენტის მომსახურებას შეუწყობს ხელს. მსგავსი მეთოდის გამოყენებაზე შეერთებულ შტატებშიც მუშაობენ. ნიუ-იორკი, მაუნტ სინაის იკანის სამედიცინო სკოლის მკვლევარები მუშაობენ ახალი ტიპის პერსონალიზებული მულტიპეპტიდური ნეოანტიგენური კიბოს ვაქცინაზე სახელწოდებით PGV-001. კვლევები არაერთ პაციენტზეა უკვე გამოცდილი და ყველაზე კარგი მაჩვენებლები პრეპარატმა აჩვენა იმ პაციენტებში, რომელთაც კიბოს რეციდივის მაღალი რისკი აქვთ. ახალ მეთოდებს ჯერ კიდევ ყავს სკეპტიკოსები ექიმებს შორისაც. თუმცა მსგავსი ინოვაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს კიბოსთან ბრძოლის წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-13 ვიზიტია. უროლოგია მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც სწავლობს ორგანოებს, რომელთა სწორი ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ადამიანისთვის. უროლოგებს მიმართავენ ისეთი პრობლემებით, როგორიც არის თირკმელებში ქვები, შარდის ბუშტის ანთება, პროსტატას დაავადებები, ცისტიტი. ასევე შეიძლება უფრო რთული და იშვიათი შემთხვევებიც აღმოჩნდეს, როგორიც არის თანდაყოლილი ანომალიები და უროლოგიური სიმსივნეები. უროლოგები არამხოლოდ დიაგნოსტიკურ და მედიკამენტურ მკურნალობას ატარებენ, არამედ უწევთ რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც, როგორიც არის ორგანოების ტრანსპლანტაცია. მათი პროფესია აერთიანებს ინფექციური, ქირურგიული და ონკოლოგიური მედიცინის მიმართულებებს. პაციენტის დღევანდელი სტუმარია ექიმი უროლოგი, ტრანსპლანტოლოგი, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში და საქართველოს უროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუა. ბატონო არჩილ, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. თქვენი პროფესია, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ მრავალმხრივია და მასზე საუბარი სამწუხაროდ ჩვენი რეგლამენტით სრულიად ამ თემას საუბარი ცოტა გაგვიჭირდება. ამიტომ ამოვირჩიეთ, ესე ვთქვათ, უფრო აქტუალური პრობლემა საქართველოსთვის და მთელ მსოფლიოსთვისაც, რაც არის შარდსასქესო გზების ინფექციები. როგორც მოვიძიე სტატისტიკა, ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიო მასშტაბით და ჩვენთანაც ესეთი მწვავე სიტუაციაა? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თემა ძალიან კარგად არის შერჩეული, ძირითადად იმ მიზეზის გამო, რომ არის ძალიან აქტუალური. ამ პრობლემის აქტუალობა არ განისაზღვრება მხოლოდ, თქვათ, საქართველოთი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნით, ან მით უფრო ერთი რომელიმე კონტინენტით. ეს არის მსოფლიო პრობლემა, საშარდე გზების ინფექციები და უროგენიტალური, ანუ შარდსასქესო სისტემის ინფექციები. ამ პრობლემის აქტუალობას განსაზღვრავს ორი ძირითადი ფაქტორი. ანუ რატომ არის ეს აქტუალური? პირველი, ეს არის გავრცელების სიხშირე. ანუ ის თუ რამდენად ხშირია ეს პრობლემა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თუ მაგალითად ავიღებთ უროლოგიურ ორგანოებს სტატისტიკურად და შევაფასებთ უროლოგიური ორგანოების დაავადებებს სიხშირის მიხედვით, ჩვენ ვნახავთ, რომ უროგენიტალური ან შარდსასქესო სისტემის ინფექციების ყველაზე ხშირი დაავადებაა უროლოგიური. აი ესე დაავადებებში შორის როგორც ონკოლოგიური დაავადებები, კენჭოვანი დაავადებები, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ასე შემდეგ. ეს ესეა სხვა ქვეყნებშიც. ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც ეს სტატისტიკა წარმოებს, ჩვენ ვიცით ამ ანალიზის შედეგად და პუბლიკაციებიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მთელი ქვეყნებში ყველაზე ხშირი უროლოგიური დაავადება. ეს ერთი. მეორე ფაქტორი, რაც განსაზღვრავს ამ პრობლემის აქტუალობას და მნიშვნელობას, არის ამ პრობლემით, ანუ ამ თითქოს და ერთი შეხედვით არც თუ რაღაც ესეთი
ორგანიზმისათვის სახიფათო დაავადებით განპირობებული გართულებები და ამ გართულებების სიმძიმე და სიხშირე. და მართლაც ამ თითქოს და ესეთმა ერთის მხრივ მარტივმა პრობლემამ, ეხლა ცისტიტი მაგალითად ხო, რა მოხდა ეხლა ცისტიტი დაემართა ყველა ქალს ემართება თითქმის და ბოლო-ბოლო კიბო არ არის და არა მოგკლავს, ხო, მაგრამ სინამდვილეში თუ ღრმად ჩავხედავთ, აი ამ ერთმა ვთქვათ მარტივმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გართულებები და ყოველ შემთხვევაში თუ პაციენტის ლეტალურ გამოსავლამდე არ მიიყვანა და არ გამოიწვია მისი ვთქვათ სერიოზული ვიტალური პრობლემა, მან შეიძლება ცხოვრების ხარისხი დაურღვიოს ისე ადამიანს პაციენტს, რომ დამაინვალიდებელიც კი გახდეს. ანუ ამ ორი მიზეზის გამო სიხშირისა და ამ დაავადებით განპირობებული გართულების გამო ეს დაავადება ითვლება ძალიან პრობლემურად. ეხლა მე აქვე ვეტყვი რახან სტატისტიკაზე დაიწყო და სწორიც არის რომ დაიწყეთ ამაზე საუბარი. ამ პრობლემის რამოდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც შეიძლება ცოტა მოულოდნელად ჟღერდეს თქვენთვისაც და მაყურებლებისთვისაც, თან ამავე დროს ხალხს გაუსვამთ სწორედ იმ აქტუალობას, რითიც დავიწყეთ ჩვენ ამ პრობლემაზე საუბარი. კერძოდ, ამასთანავე იყო გამოქვეყნებული ამერიკის ლიტერატურაში ძალიან საინტერესო სამეცნიერო სტატია, რომელიც აანალიზებდა ზუსტად ამ ორ ფაქტს, ანუ საშარდე გზების ინფექციების გავრცელების სიხშირეს ამერიკის კონტინენტზე ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანუ 1990-დან 2020 წლამდე, ამ 30 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა გავრცელების სიხშირე და როგორ შეიცვალა საშარდე გზების ინფექციით განპირობებული სიკვდილიანობა, აი, რომ ვიძახით, რომ თითქოს ბუნებელი და ესეთი დიდად სახიფათო არ არის, თურმე სიკვდილიანობასაც იწვევს. აღმოჩნდა, რომ დაავადების გავრცელების სიხშირე ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიმატა დაახლოებით 1.5-ჯერ. ანუ არათუ ერთ დონეზე დარჩა შემცირდა, არამედ სიხშირე ამ დაავადების გავრცელებისა მიუხედავად ცივილიზაციის განვითარებისა, ცოდნა-განათლებისა, მოსახლეობის, რომელსაც ჩვენ ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და სხვა პროფესიული დარგის მუშაკები აწარმოებენ, მიუხედავად ამისა, სიხშირე შარსასქესო ინფექციებისას ცივილიზებულ საზოგადოებაში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მატულობს დაახლოებით 1.5-ჯერ. მაგრამ კიდევ უფრო უარესი და კიდევ უფრო დამწვრთნელია მეორე სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გვეუბნება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საშარდე გზების ინფექციით განპირობებულმა სიკვდილიანობამ მოიმატა 2.5-ჯერ, ანუ კიდევ უფრო მეტად მოიმატა ვიდრე გავრცელების სიხშირემ. ეხლა ეს რატომ არის უფრო ვთქვათ, გასაგებია რატომ არის შემაშფოთებელი ეს ფაქტი და რატომ არის საყურადღებო და ეს, მაგრამ ამასთან ერთად რატომ არის უცნაური და გასაკვირი? იმიტომ რომ როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ზოგადად მეცნიერება ვითარდება, წინ მიდის ფარმაკოლოგია, მედიცინა, მედიცინის სხვა დარგები, მათ შორის რა თქმა უნდა უროლოგია. წინ მიდის კლინიკური მედიცინა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ახალ-ახალი მედიკამენტები შემოდის, სულ უფრო და უფრო ძლიერი ანტიბიოტიკები შემოდის კლინიკურ პრაქტიკაში, მესამე, მეოთხე თაობის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიძლიერით და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს, უამრავი ფული იდება. აი, შეუძლებელია ვთქვათ, წარმოედგინოს ადამიანმა რამხელა ფინანსები იდება ამ მედიკამენტების ანტიბაქტერიული და ამ ბაქტერიების წინააღმდეგ მებრძოლი მედიკამენტების შემუშავებაში და შექმნაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ამან ყველაფერმა არათუ დრამატული ეფექტი გაუმჯობესება არ მოიტანა, ერთ დონეზეც ვერ შეინარჩუნა ეს სიკვდილიანობა, იგი იზრდება სამწუხაროდ. ანუ ვპასუხობ რა თქვენს პირველ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან შეკითხვას, აი აქტუალობა საშარდე გზების ინფექციის მართლაც ესეა და გამოიხატება ეს ახლა სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ მეცნიერულად გაანალიზებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მე გადავხედე სპეციალურად ამ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ ზუსტად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ იმის თქმა, რომ განსხვავებული ჩვენთან დრამატულად არ იქნება ამ სტატისტიკიდან, ეხლა შემიძლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ მაინც რამ გამოიწვია ეს გაუარესება, აი ყველაფრის და მიუხედავად რაც უკვე აღნიშნეთ. მიზეზები ამაში. ეს ძალიან რთული შეკითხვაა და ამაზე პასუხის გაცემაც ძალიან რთულია. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ვარაუდების დონეზე და ადამიანმა იფიქროს და ივარაუდოს, მათ შორის სპეციალისტებმა, რატომ არის ესე ძნელი, ესე ბრძოლა საშარდე გზების ინფექციებთან.
და ეს ეხება არა მხოლოდ საშადე გზების ინფექციას, ანუ აქ ჩვენ ამ დისკუსიაში უკვე მივდივართ იმ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც შეეხება მოდესს დავვრქვათ მიკროორგანიზმებისა და ადამიანების ბრძოლა, რომელიც არის იმდენი იმ ასაკის, რა ასაკიცაც ზოგადად კაცობრიობაა, ხო? იმიტომ რომ კაცობრიობა რო შეიქმნა, სამყარო რო შეიქმნა, იქ შეიქმნა ერთად ცხოველები, ფრინველები, ადამიანები მოიხსენებათ და იქ შეიქმნა ეს ბაქტერიები თან არსებობის ხანა არის იმდენივე, რამდენიც ვართ ჩვენ კაცობრიობა. ამ ბრძოლაში თუ ზოგადად აი გასაგებად ჩვენი მსვენელებისთვის ვიტყვით, ჩვენ ადამიანები გონიერი არსებები ვართ და ვთქვით, რომ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალ-ახალი თქვათ მეთოდები შემოვიღოთ იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ჩვენ საფრთხეებს. მათ შორის ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ მიკროორგანიზმებზე, ხო? ეს მიკროორგანიზმები არის ბაქტერიები, მაგრამ არა მხოლოდ ბაქტერიები. ეს არის ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოვანი მიკროორგანიზმები და ასე შემდეგ, ხო? და ამაში დიდ ფინანსებს აძლევთ, ინტელექტუალურ დიდ რესურსს ვდებთ და კაცობრიობაც ჩვენც ადამიანები მაგიტო გადავრჩით აქამდე, რომ ამ ბრძოლაში ჯერჯერობით ესე ვთქვათ, წარმატებული ვართ. ძნელია თქმა, რამდენად საბოლოოდ გამარჯვებულები ვართ, აი ამ სიტყვის, მაგრამ წარმატებულები ვართ, მაგრამ მეორე მხარეს ჩვენი მტერიც არ არის ესე ვთქვათ, ერთ ადგილზე გაჩერებული და ისინი მართალია მოაზროვნე არსებები, ცოცხალი არსებები არ არიან, მაგრამ მათაც აქვთ ადაპტაციის მექანიზმები ელემენტარული, რის გამოც ისინი, აი მე ჩემ პაციენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, როცა სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ, რომ ნირს იცვლიან ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, იცვლიან გრძნობელობას სწავლების მიმართ იცვლიან, გავრცელების და გადადების და გავრცელების მექანიზმებს იცვლიან და ამ შემდეგ. ანუ არის რაღაც ფაქტორები, რასაც ეს მიკროორგანიზმები დროთა განმავლობაში თვითონაც ცვლიან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ისინიც ამ ბრძოლაში ცდილობენ გამარჯვებას და ისინიც მის მოწინააღმდეგეს ებრძვიან. ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება მუდმივად, ეს იქნება სულ ესე მანამ სანამ იქნება კაცობრიობა და სანამ იქნება ჩვენ ადამიანები და ასევე სხვა ცოცხალი არსებები ამ დედამიწაზე და ეს იქნება ასეთი მუდმივი პროცესი. ჩვენ თითქმის ყველა სხვა, ესე ვთქვათ, მიმართულების წარმომადგენელს ვეკითხებით ამაზე, რამდენად მოქმედებს თუნდაც აი ამ ტენდენციაზე თვითონ პაციენტების მხარე, ესე ვთქვათ, პაციენტის მიმღებლობა, მიდგომები თუ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, ხო არ გაუარეს და თვითონ პაციენტი როგორც ადამიანი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. შარცასქესო გზების ინფექციების პრევენციაში და ამ პრობლემასთან გამკლავებაში პაციენტის ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან მრავალწახნაგოვანი საკითხი და პრობლემა, შეიძლება დაუსრულებლად ვისაუბროთ. დავიწყოთ ყველაზე მარტივით, აი ყველაზე მარტივი როგორ არის, მაგრამ დასაწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანით ეს არის პაციენტის განათლება და ინფორმირება, რამდენად ადამიანის პაციენტები ძალიან მრავალფეროვანია, ხო, სხვა სოციალური შეწარმოადგენლები არიან, რამდენად ის არის განათლებული და რამდენად მას აქვს ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ. მე ვისარგებლებ ახლა თქვენი შემთხვევით და სწორედ ამ ჩემს საუბარს ვეცდები, რომ მიმართული იყოს სწორედ იმისკენ, რომ პაციენტების ინფორმირება საშადე გზების და შარცასქესო გზების ინფექციებზე ავამაღლოთ და ვთქვათ, მათი ცოდნა, ესე ვთქვათ, ამ საუბრის შემდეგ თუ ცოტათი უფრო გაუმჯობესდება და ამოხდება, ძალიან კმაყოფილი ვიქნები და ვთვლი და ვფიქრობ, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნება ჩემი ვიზიტით. სხვა შორის აქვე მინდა აღნიშნო, რომ ევროპის უროლოგთა ასოციაცია, რომელიც ძალიან დიდი ორგანიზაციაა სამეცნიერო საგანმანათლებლო, რომლის წევრი ჩვენი ასოციაციაც არის, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, ყოველწლიურად ატარებს სექტემბრის ბოლო კვირაში ასეთ საგანმანათლებლო აქტივობებს. და რაღაც თემებს არჩევენ ხოლმე, აქტუალურ თემებს, რა თქმა უნდა, და მას უძღვნიან აი ონკოლოგიური დაავადებებით გეჭვა. წლევანდელი, რომელიც დაიწყო ორშაბათს, აი შაბათს დაიწყოს უროლოგიის კვირა, ესე ქვია, ევროპის უროლოგიის კვირა, ეხება ზუსტად საშადე გზების ინფექციას, ასე რომ ეს თავისთავად ესეც მეტყველებს, ესე ვთქვათ, ამ პრობლემის აქტუალობას. ანუ ინფორმირება პაციენტისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება როგორც საშადე გზების ინფექციებს, ისე გენიტალურ, ანუ სქესობრივ გზისგადამდე ინფექციებს, ხო, ეს პრინციპულად განსხვავებული, მაგრამ განსხვავებული დაავადებებია და ჯგუფებია. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარულად ორივე სქესის პაციენტის ადამიანის, სანამ პაციენტი გახდება ჯანმრთელი ადამიანის ცოდნა იმისა, როგორ უნდა აერიდოს მან თავიდან და მოახდინოს პრევენცია მაგალითად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების.
ელემენტარული ჰიგიენური წესების სქესობრივი ცხოვრებისა და ასე შემდეგ. ის მარტივი წესები, რომელიც უნდა დაიცვას იმისთვის, რომ იყოს დაცულიანი. აი, რაც ეს თუ არ არის, ანუ თუ პაციენტმა ეს არ იცის და ამ ელემენტარულ წესებს არ იცავს, მარტო ექიმის მეცადინეობა და მარტო ძლიერი წამლები ჩვენს აფთიაქებში ხო პრობლემას ვერ მოხსნეს, იმიტომ რომ ერთი პაციენტმა შეიძლება დაასნებონოს 10 სხვა და მე ეს ანგარიში შეთავა პროგრესიით როგორ წავა. ანუ პაციენტის ინფორმირება და ცოდნა და თვითონაც უნდა იყოს დაინტერესება იმ საკითხით, რომ ელემენტარულად თავის ჯანმრთელობას ესე ვთქვათ მიხედოს. პაციენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიმართ ნდობა, დაჯერება და ვთქვათ იმ რეკომენდაციებისა და მკურნალობის სწორად შესრულება და გაზიარება, რასაც ექიმი მას ეტყვის. თუ პაციენტს ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩვენი მსმენელისათვის, რომ მივიდნენ იმ ექიმთან და ისეთ ექიმთან, ვისაც ისინი ენდობიან. ექიმები ბევრი არიან, ყველა ერთნაირი ისე როგორც ზოგადად ცხოვრებაში ადამიანები არ არიან, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ენდოს ექიმს და რასაც ის ეტყვის, მერე ის მარტო წამლის დანიშნულება კი არა, რომ ეს წამალი, ეს მედიკამენტი მიიღე ამდენი ხანი დღეში ორჯერ იქნება ეს თუ ერთი კვირა, არამედ ყველა რეკომენდაცია ამასთან ერთად ქცევის წესები, ცხოვრების წესი როგორ უნდა შეცვალოს, დიეტური რეკომენდაციები როგორ უნდა დაიცვას, რა ვადებში, რა პროფილაქტიკური შემდგომში გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გამოჯანმრთელდეს, რომ ეს გაიზიაროს და კი არ დაიკარგოს და წავიდეს და მე თავშოთ მთელი შეიძლება ის მკურნალობა რაც წარმატებული იყო წყალში ჩაიყაროს, არამედ ეს შეასრულოს. ანუ პაციენტის დამჯერლობას და დამყოლობას აქვს ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ეს ორი ჩამოთვალე ყველაზე მარტივი. კიდევ უფრო ღრმად შეიძლება ამაში წავიდე და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ კი პაციენტის ფაქტორს ზოგადად წარმატებულ მკურნალობაში და სამედიცინო პრობლემის დაძლევაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კიდევ ერთი რაც მინდოდა ამ თემას რო გავყვეთ მეკითხა, მაინც ჩვენთან რაღაცეები ცოტა ტაბუდადებულ თემებში გადის და ერთ-ერთი არის სასქესო გზების ინფექციები, რის გამოც მეც მქონია ისეთი შემთხვევები, ყოველ შევხედრიულ ისეთ ადამიანებს, რომელსაც მიუღებლობა აქვთ, რომ რამე პრობლემა შეიძლება კონდეს და ბოლომდე სანამ ძალიან არ გაუარესდება ვითარება, არ წყვეტენ, რომ თუნდაც ანალიზებზე მივიდნენ. ამან რამდენად შეიძლება დაამძიმოს თვითონ ვითარება სასქესო გზების ინფექციის დროს. ხო, ჩვენ მასვე ძახით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ სამედიცინო ტერმინი სწორი ესეთია. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არის ძალიან მრავალფეროვანი. ცალკე დარგიც შეიძლება ითქვას მედიცინის არის, ხო, ვენეროლოგია ერქვა მას ადრე, რომელიც შეისწავლის ეს არის ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფი ინფექციებისა, რომელშიც აი შედის ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სოკოები, რომლებიც ანუ პრაქტიკულად თითქმის ყველა სახის მიკროორგანიზმი, რომელიც სქესობრივი გზით შეიძლება იყოს გადაცემული და იმიტომაც ქვია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. თუ აღნიშნული ინფექციები ისეთივე დაავადებებია, როგორც სხვა, რომელსაც აქვს თავის განვითარების ლოგიკა დაწყებული ორგანიზმში შეჭრიდან, გამრავლებიდან, მე თავისი ავის საქმის ბრჭყალებში დაწყებიდან და ამ შემდეგ და დამთავრებული მე საბოლოო ჯამში გართულებებით, ხო, რასაც ისინი იწვევენ. ანუ ის რო შეიჭრება, ის ორგანიზმში ადამიანის შესული არ არის სასიკეთო საქმისთვის, ხო, ის არის იქ ამ ორგანიზმის დასამარცხებლად ბრჭყალებში მისი აზრით დასანგრევად. გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, რა თქმა უნდა. და ეს გართულებებიც ასევე არის მრავალმხრივი. ჩვენ თუ საუბრობთ მამაკაცებზე, ყველაზე ხშირი გართულება, რაც ამ ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს, ეს არის უშვილობა და ყველაზე ხშირი რაც გვხდება. და უშვილო წყვილებში სტატისტიკურად ესეთი პაციენტები მნიშვნელოვან წვლილს შეადგენენ, რომელთაც ჰქონდათ გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ასევე უმკურნალებელმა ხანგრძლივ სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა მაგალითად მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება საბოლოო ჯამში, როგორც არის მაგალითად წინამდებარე ჯირკვლის, ანუ პროსტატის ჯირკვლის კიბოს განვითარება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეიძლება დამაინვალიდებელი გართულებები გამოიწვიოს, საშარდე მილის გადაგვარება, საერთოდ მოშარდვის ბუნებრივი ფუნქციის დაკარგვა და ასე შემდეგ.
კი, ძალიან სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ეს არც კლიშე არ უნდა იყოს, არც ტაბუ არ უნდა იყოს, არც შიში არ უნდა იყოს და არაფერი, ეს არის ეს არის ჩვეულებრივი დაავადებები, ყოველ შემთხვევაში მედიცინის თვალთახედვით ეს არის დაავადებები, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მკურნალობა, მართვა, მოდი ესე დავარქვათ და ამის შესაბამისი სპეციალისტები და ექიმებიც არსებობენ. და ეს თემა რო გავაგრძელოთ, რამდენად ხშირად ხვდებით თქვენ მიმართულებით თვითმკურნალობით გამოწვეულ პრობლემებს, რაც ჩვენთან ძალიან დიდი საკითხი არის. უვიდედა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა. და მე ჩემი პირადი კლინიკური პრაქტიკიდან და მე მგონი ამაში კოლეგების დამეთანხმებიან, თუ ლაპარაკობთ ინფექციებზე, ეს არის ქალების პრობლემა ძირითადად. ესენი არიან ეს პაციენტები, რომლებიც დაკავებული არიან თვითმკურნალობით, უმეტეს სტატისტიკურად უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები, პაციენტი ქალები, რომელთაც არ ვიცი ხო არ სურთ არ უფრო ექიმთან მისვლა და ვთქვათ სწორად და აკადემიურად პრობლემის მოგვარება არ ცალიათ მაგრამ უფრო ალბათ აი უბრუნდები იმ ფაქტორს რომელიც თქვი რომ პაციენტის განათლება და სერიოზულად არ უყურებენ ალბათ ამ პრობლემას ხო ეხლა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ საშადე გზების ინფექციები ბევრად ხშირად ხდება ვითარდება ქალებში ვიდრე მამაკაცებში. აი რო ავიღო ჩვენ ეს პოპულაცია, ვისაც ეს ინფექციები აქვს სტატისტიკურად ბევრად მეტნი არიან ქალები. ეს ქალების ავადმყოფობა მთელი რიგი ანატომიური და ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ ვიცით რა მიზეზები ესენი. ამიტომ კაცებს ეს იშვიათად ემართებათ როგორც რაღაცის გართულება, მაგრამ ქალებს, აი ცისტიტი ქალებისთვის არის, ძალიან ხშირი პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ ალბათ უფრო მიზეზი ამისა ის არის რომ ისინი თლად სერიოზულად ვერ და არ აღიქვამენ ამ პრობლემას და ამიტომ იქ არ ვიცი ოჯახის წევრს კითხა, მეზობელს კითხა, აი შე რო გქონდა რა დაღლიერა ამგიშველა ნათესავს კითხა, მეგობარს კითხა და ხანეს გადაყლაპა, ხანის დალია, იგრძნო ცოტა გაუმჯობესება, რომელიც რეალურად შეიძლება არც იყო ობიექტური გაუმჯობესება, შეიძლება უბრალოდ პლაცებო ეფექტი იყო და თავი ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად დაიმშვიდა და უკეთ იგრძნო და გააგრძელა ჩვეულებრივი ცხოვრება, მაგრამ ის პრობლემა დარჩა და შემდგომი გამოვლინება მერე ყოველთვის ესეა, რომ უფრო რთულია და უფრო მძიმეა, ასე რომ ეს დაუშვებელია. ყველა მედიცინის ყველა მიმართულებით, ყველა დაავადების დროს და მათ შორის რა თქმა უნდა საშადე გზების ინფექციების დროსაც. თქვენ უკვე ნაწილობრივ გაეცით კითხვა, პასუხი უფრო სწორედ ჩემ კითხვას, რომელიც უნდა დამესვა აუცილებლად სქესი და მისი როლი უროლოგიაში. ქალებზე ვისაუბრეთ და კაცებსაც თქვენ აქვს თავისი დაავადებები. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პრაქტიკაში კლინიკურში უფრო ხშირია. მამაკაცებში საშადე გზების ინფექციები ბევრად უფრო ხშირია, როგორც თქვით, ქალებში. აქ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად მინდა რომ ჩვენ მოსახლეობას უთხრა, რომ ქალბატონებს ან ქალებს როდესაც დაემართებათ საშადე გზების ინფექცია, დაემართა ხო ცისტიტი მარტივი, რომელიც გვარდება დღეს თანამედროვე მკურნალობის პირობებში ძალიან მარტივად. ერთჯერადი დოზით შეიძლება სწორი მედიკამენტის შერჩევის ერთჯერადი დოზით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს. ან მაქსიმუმ 5 დღიანი მკურნალობით, რომ დღეში ერთხელ რაღაცა უნდა დალევს, ისე მოგვარდეს, ისე რომ მის ცხოვრების ხარისხზე საერთოდ არ შეცვლის, ხო? თუ მას ერთხელ დაემართა ეს, მისი შანსი რომ განმეორებით დაემართოს არის კიდევ უფრო მაღალი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 30-35%-ს ქალებისა ეს გაუმეორდება სადღაც 3 თვის ინტერვალით, ესეც ვიცით. და თუ მეორედაც ესე მოიქცა, მეორედ გაუმეორდა და კიდევ არასწორად და არა აკადემიურად იმკურნალა, აი მერე უკვე ძალიან რთული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ეს ქალები, ეს პაციენტი ქალები იმ თვალსაზრისით, რომ მერე უკვე ეს გადადის ეგრეთ წოდებული ქრონიკულ საშადე გზების ინფექციას ეძახდნენ, ხო მორეციდივე საშადე გზების ინფექცია ქვია სამედიცინო ენაზე, როცა ის აუცილებლად ყოველთვის გამეორდება, ამიტომ აი მერე უკვე ამ პრობლემის მოგვარება და ამ პაციენტის მკურნალობა არის ძალიან რთული, ისე რომ განსაკუთრებით გართულებულ პაციენტებში შეუძლებელიც კი, ანუ ეს პაციენტები ამ სიტყვის გაგებით, რომ აი განიკურნო, შეიძლება ვერც ვერასოდეს ვერ განიკურნო.
თან მით უმეტეს თუ ეხება ეს იმ პაციენტებს, რომლებიც მანამდე თვითმკურნალობით იყვნენ დაკავებული. ჯობია არ იმკურნალოს საერთოდ, ვიდრე ეს თვითმკურნალობას მიყვეს და ეს ტაბლეტი ყლაპოს ესე, იმიტომ რომ იქ მერე სხვა პრობლემა მოდის წინ, რომელსაც ქვია რეზისტენტობის პრობლემა წამლების მიმართ და ის კიდევ უფრო დიდი, ესე ვთქვათ, კატასტროფაა, შეიძლება ესე ითქვას. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ჩვენმა მსმენელმა ქალბატონებმა და აუცილებლად, როგორც კი ეს პრობლემა დაუდგებათ, პირველში და შეატყობენ, რომ ჩივილები აქვთ ამ მხრივ, მივიდნენ ექიმთან და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ. რაც შეეხებათ მამაკაცებში, როგორც მოგახსენეთ, საშუალო გზების ინფექცია ხდება აი ესე სპონტანურად, ანუ თავისით ძალიან იშვიათია და რაღაც მიზეზი უნდა იყოს თან, მაგალითად კენჭები უნდა ქონდეს, მაგალითად ოპერაცია გადაიტანა რაღაცა და კათეტერი ედგა და იქიდან შეიჭრა ინფექცია, ან ოპერაციის დროს შეიჭრა ინფექცია. გართულებულ საშუალო გზების ინფექციას ვეძახით ჩვენ. ანუ ეს უფრო უკვე სხვა, ესე ვთქვათ, რეალობა, სხვა კონტინგენტია და სხვანაირ მართვას, ესე ვთქვათ, მოითხოვს. ესენი როგორც წესი ამ დროს ეს მამაკაცები რაღაც კონტაქტში ექიმთან ისედაც არიან და მათ ძირითადი დაავადების გამო მათ ეს მკურნალობის პროცესი შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული აქვთ. სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია თუ პირველ რიგში სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ძალიან კარგად მისი პრევენცია არის ძალიან დღევანდელ დღეს ეფექტურად შესაძლებელი, ვთქვათ, ხო? კონდომების ხელმისაწვდომო და პრაქტიკულად ყველგან არის ფინანსური პრობლემას დამტვირთველი ეს ფინანსურად არანაირად არ არის, ასე რომ ელემენტარული საშუალება და ელემენტარული პირადი ჰიგიენის საშუალებები მნიშვნელოვნად გაიზარდა თუ ჩვენ 30 წლის შევადარებთ წინანდელ ვთქვათ რეალობას, რაც ჩვენ ქვეყანაში იყო, ხო? შეუდარებლად ეხა გაუმჯობესებული ამ ხრივ სიტუაცია და ამიტომ ესენი ეს ყველაფერი საშუალებები ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია. ამიტომ ეს რაღაცა მე თუ მკითხავ თუ კულტურის და შემადგენელი ნაწილიც არის, რომ ადამიანს ეს არ დაემართოს და ის ელემენტარული რაღაცა ღონისძიებები ჩაიტაროს, მაგრამ თუ მაინც ეს მოხდა, კიდევ ერთხელ დღევანდელი ფარმაკოლოგიური საშუალებებით ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა ბევრად უფრო მარტივად შეიძლება ვიდრე 30-40 წლის წინ. თუ შეგვიძლია პირველადი სიმპტომები თქვათ ქალბატონებისთვის ცისტიტის შემთხვევაში რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რის მიმართ უნდა იყვნენ უფრო ხო, ეს იქნება შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. აუცილებლად ეს იქნება ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, ოქვენის ზემოთ. ეს იქნება ძალიან ტიპიური ნიშანი არის, რომელიც სულ პირველი გამოჩნდება ხოლმე და ამასაც არ აქცევენ ყურადღებას, შარდის არასასიამოვნო სუნი. აი ეს ხშირად არის ხოლმე სულ პირველი სიმპტომი და მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს ქალებს, რომ აი ამას მიაქციეთ ყურადღება და ეს როგორც კი გამოჩნდება, სანამ თქვათ ხშირ შარდვამდე და შეუკავებლობამდე მივა საქმე, ეგრევე გაიკეთე ანალიზი და მიდი ექიმთან. არასასიამოვნო სუნი, ხშირი შარდვა, ტკივილი დისკომფორტი, წვა შარდვის დროს, სისხლიანი შარდი, ტემპერატურის მატება. აი ეს არის ძირითადად ეს არ არის აუცილებელი ყველა იყოს. ახლა მაგალითად თუ მარტივ საშადე ცისტიზე ლაპარაკი ქვედა საშადე გზების ინფექციაზე, ტემპერატურის მატება როგორც წესი ჩვენ არ აგვაქვს ხოლმე, ხა თუ ძალიან მიშვებული შემთხვევა არ არის. აი ეს დანარჩენი სიმპტომები მეტნაკლებად შეიძლება იყოს. რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს, ჩვენ ლაპარაკობთ უხშირესად მამაკაცებზე, ეს არის ტკივილი დისკომფორტი საშარდე მილის გასწვრივ, ეს არის გამონადენი, აი ესეთი უმიზეზო სპონტანური გამონადენი დღის განმავლობაში საშარდე მილიდან, ეს არის გამონაყარი სასქესო ორგანოზე ან გენიტალიებზე. ეს შეიძლება იყოს სხვა ტიპის გამონაყარი, ეს შეიძლება იყოს წყლოვანი, ეს შეიძლება იყოს წყვილმარცვლოვანი, შეიძლება იყოს ლაქები, სხვადასხვა ტიპის სიწითლეები, ქავილის შეგრძნება, ძირითადად ეს. ამ ინფექციების გარდა რა ინფექციები არის ამ კუთხით, რომლებიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ მაგალითად? უროლოგიურ პრაქტიკაში ესე უნდა დავყოთ, ანუ ეს არის ბაქტერიული სქესობრივი გზით არ გადამდები ინფექციები
და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ესე უფრო მარტივი იქნება ამ სისტემაში მოყვანა, ესე თქვა და გააზრება. უყურეთ, თავად ტერმინი გვევნება, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ნიშნავს იმ ინფექციას, რომელიც სქესობრივი კონტაქტისას გადადის ორივე მხარეს, როგორც ქალი და მამაკაცი, ისე მამაკაციდან ქალზე, ხო? ანუ ეს ადამიანმა შეუძლია მიიღოს ან გადასცეს მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის შედეგად. ეს მეორე ჯგუფის ინფექციები არანაირი კავშირი სქესობრივი კონტაქტთან არ არიან და მათი ინფიცირების, ანუ ორგანიზმში შეჭრის გზები არის სულ სხვა, არა სქესობრივი კონტაქტი. და აქ ამ ჯგუფშიც უამრავი მიკროორგანიზმებია და ამ ჯგუფშიც უამრავი მიკროორგანიზმებია, ხო? თუ ჩვენ ლაპარაკობთ სქესობრივი გზით არ გადამდებ ინფექციებზე, ესენი ძირითადად 80-85% სტატისტიკურად არის ბაქტერიები. აი ხო თქვით რომ არის ვირუსებიც, არის ბაქტერიების პარაზიტები და ესენი არის 85% ბაქტერიები. უფრო მეტიც, ჩვენ ზუსტად ვიცით ის 5 ყველაზე ხშირი ბაქტერია, რომელიც იწვევს საშარდე გზების ინფექციას. და ისიც პირველ ადგილზე, მაგალითად, ძალიან დიდი ბრჭყალებში უპირატესობით არის ერთი კონკრეტული ბაქტერია, რომელსაც ხალხში ახსენებენ ხოლმე, ზოგი ეშიაკოლს ეძახის, ზოგი სწორი სახელია ეშერიხია კოლი ლათინურად, ანუ ნაცლავის ჭხირი, რომელიც ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, უპირატესობით ლიდერობს ბრჭყალებში ამ სტატისტიკაში და ისიც ცნობილია რატომ ეს მიზეზებიც ცნობილია. ეხლა იმის მიხედვით ეს ბაქტერია სად შეიჭრება, რომელ ორგანოში. შესაბამისად, იქ ლოკალურად მიეწებება იქ ლორწოვანს, დაიბუდებს, გამრავლდება და იწვევს იმ ადგილის ანთებას. მაგალითად, თუ ეს შეიჭრა შარდის ბუშში და შარდის ბუშტის ლორწოვანში, მოხდა იწვევს შარდის ბუშტის ანთებას და ამას ქვია ცისტიტი. თუ პროსტატის ჯირკვალში მოხდა, იწვევს პროსტატის ჯირკვლის ანთებას და ამას ქვია პროსტატიტი. თუ საშარდე მილში მოხდა, იწვევს საშარდე მილის ანთებას, ქვია ურეთრიტი და ყველაზე ძიმე თუ შეკითხვა ამასაც გულისხმობდა ამ შემთხვევაში სირთულით მიმდინარეობით კურნალობით არის რა თქმა უნდა თუ თირკმელში მოხდა. თუ თირკმელში მოხდა ეს ბაქტერია გამოიწვევს თირკმლის ანთებას, რომელსაც ქვია პიელონეფრიტი. ესეც შეიძლება ეს ტერმინიც გაგიგია და მოსახლეობასაც გაუგია. პიელონეფრიტი რა თქმა უნდა კლინიკურად უფრო რთული მიმდინარეობისაა ვიდრე ცისტიტი. მე ვთქვი რომ ცისტიტი შეიძლება ერთჯერადი დოზით ან 5-დღიანი კურნალობის 3-5 კურნალობის კურსით აღმოიფხვრას მე თქვი, მაგრამ პიელონეფრიტი უფრო რთული საკითხია, იმიტომ რომ პიელონეფრიტი როგორც წესი მიდის მაღალი ტემპერატურული რეაქციით და ძლიერი ინტოქსიკაცია ქვია, ანუ ორგანიზმის ძლიერი მოწამვლით, რომელიც განპირობებულია ამ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი, ასე ვთქვათ, ორგანიზმში შხამებით და ტოქსინებით. ამიტომ პიელონეფრიტის კურნალობა ცოტა უფრო რთული საკითხია, ვიდრე სხვა ინფექციებისა და იქ გამოვლინებაც სხვა არის. შემცირება კანკალი, მაღალი სიცხე, როგორც წესი 38 და ნახევარი და მეტი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ხშირად პირღებინება, უფლიანობა, ზოგადი სისუსტე და ასე შემდეგ, რომელიც ამ ყველა და კიდე სხვა რაღაც პარამეტრების, რა თქმა უნდა, მოითხოვს მენეჯმენტს კორექციას და შესაბამისად კურნალობაც იქ ერთი რაიმე ტაბლეტის მიღება არ იქნება, იქ უფრო რთული კურნალობა. ახსენეთ პროსტატიტიც, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებულია, ხო, ჩვენ ქვეყანაში და საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში ბევრი ადამიანი შემოხვედრია ამ პრობლემით. ამის გამოწვევის მიზეზიც თითქოს ისევე როგორც ცისტიტი შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნებრივია, თუ აქაც შეგვიძლია უკეთ მოვიქცეთ, რომ ნაკლებად დაუგზიანდეთ ამით. კი, ხშირად და ალბათ უფრო ხშირად პროსტატიტის გამოწვევის მიზეზიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც დროულად და სწორად არ არის ნამკურნალების სამწუხაროდ. ეს კონტინგენტი ძირითადად შედარებით ახალგაზრდა ასაკის მამაკაცები არიან და შესაბამისად გართულებებიც, რომელიც ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ახალგაზრდა მამაკაცებში, უფრო რთულია და აი ეს რაც ვახსენე, მაგალითად, შვილოსნობის პრობლემა, უფრო სწორედ უშვილობა, შემდგომი როგორც გართულება ინფექციებისა, ამ მამაკაცებში საკმაოდ ხშირად ხდება. ესენი ძირითადად ახალგაზრდა, ესეთი ფერტილური ასაკის კონტინგენტია და მამაკაცები არიან და ამიტომ მათ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ პრობლემას კი. და თუ შეგვიძლია პროსტატიტისის პირველი სიმპტომები რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. კი, ეს იქნება დისკომფორტის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება,
ან ტკივილის შორის სისარეში იგივე დისკომფორტის ტკივილის სიმძიმის შეგრძნება სასქესო ორგანოების, მამაკაცის სასქესო ორგანოების არეში და საზარდულში. ეს იქნება შარდვისმიერი პრობლემები, რაც ნაწილობრივ აღნიშნე, ანუ ეს ხშირი შარდვა, გაძნელებული შარდვა, ღამით შარდვა, წვა დისკომფორტი შარდვის და საშარდე მილში და შარდვის დროს გამონადენი საშარდე მილიდან და ბოლოს ეს იქნება პოტენციის დარღვევა, რაც ასევე ამ მამაკაცებისთვის, ამ კონტინგენტისთვის, ვინაიდან თქვით რა, რომ ესენი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, ასევე მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევა. თუმცა, ეს პრობლემა, ეს გართულება რომ დაადგეს, ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს და ეს მოხდება მაშინ, თუ მამაკაცმა დიდხანს არ იმკურნალა, მაგალითად, ან არასწორად იმკურნალა, აი ამ შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ, რომ უკვე, ასე ვთქვათ, უფრო გაახალგაზრდავდა შეიძლება ვთქვათ ის პაციენტების ასაკი. მართლაც ესე არის, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით შევხვდით ამ პრობლემას, რომ მართლაც დაავადება, რომელიც ადრე უფრო დიდი ასაკიდან იწყებოდა ადამიანებში, ახლა გაახალგაზრდავდა ამ დაავადებების ასაკი. ძნელია ამის კატეგორიულად თქვა, მე ხეს ესე კატეგორიულად არ მithქვას, მაგრამ ესე აუცილებლად თქმა იმისა, რომ ინფექციები გაახალგაზრდავდა რთულია. ამისთვის რაღაცა ობიექტური კვლევის, სტატისტიკური კვლევის მაჩვენებლები უნდა ქონდეს, რომელიც ახლა მე სიმართლე გითხრა არ მომეპოვება და რაც მე ხა ლიტერატურა ამ ბოლო პერიოდში გადავხედე, ამის ესე კატეგორიულად თქმა ძნელია. თუმცა ზოგადად მედიცინაში ეს ტენდენცია გარკვეულწილად შეინიშნება კი. თუმცა მეორე საკითხი ის არის, რომ ზოგადად ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულ სამყაროში იზრდება ყოველწლიურად. ჩვენთან რაც მე მომეპოვება მონაცემები, ქალისა და მამაკაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ბოლო 10 წლების განმავლობაში და შედარებით ვთქვათ ცივილიზებული სამყაროს ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თლაც ახარბიელოდ ვერ გამოიყურება განსაკუთრებით მამაკაცების კომპონენტში. ვერ ავართ ესეთ ყოჩაღად ბრჭყალებში ამ საკითხში. ანუ ჩვენი მამაკაცები დასავლეთ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობასთან შედარებით ბევრად ნაკლებს ცოცხლობენ. ქალებში არაუშავს 75-76 წელია, როგორც მახსოვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა. თავისთავად იზრდება რა სიცოცხლის ხანგრძლივობა, პრობლემებიც იზრდება, სიხშირეც იზრდება, ხო ესეა რა. ხა რამდენად ეს განაპირობებს უფრო გაახალგაზრდავებას, ამის თქმა ძნელია. ძალიან მაინტერესებს, რამდენად ტიპურია თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რამდენად გაიდლაინებს მიყვება ასე ვთქვათ, მკურნალობა უშუალოდ, როგორც თქვით, იგივე ცისტიტის გარკვეული ტიპი, ესე ვთქვათ, მარტივად შეიძლება ვიმკურნალოთ. რამდენად ინდივიდუალური არის ეს მიდგომები? ის ვთქვათ ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, როგორც მოგახსენეთ, არის ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი და ჩვენ ხელმძღვანელობთ ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინებით. და რამოდენიმე ეს პროცესი სხვა შორის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, ვთქვათ, გაიდლაინების პროტოკოლების შემუშავების პროცესი ეროვნული ჩვენი ქართული. და ამ პროცესში მონაწილეობდა ამ პროცესშიც ესე ვთქვათ, ქმნით ამ ქართულ გაიდლაინებს საქართველოში, ქართულ ბრჭყალებში, ანუ ის რაც საქართველოში გამოიყენება. ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინებში ეს ძალიან აკადემიურად, ძალიან კარგად გასაგებ პროფესიონალებისთვის, რა თქმა უნდა, ხა არა იქიმი თუ წაიკითხა შეიძლება რაღაცები გაუჭირდეს იქ, მაგრამ რაღაცები არის, რაც ასევე გასაგებია. ძალიან ესე ვთქვათ, სტრუქტურირებულად და შესასრულებლად მარტივად, იცი რომ არა მრავალაზროვნად არის ეს მოყვანილი. არის რაღაცები მედიცინაში შეიძლება ბევრი რამე, რაც ერთმნიშვნელოვნად ამის ტკიცება ძნელია, იმიტომ რომ ტკიცებულებები არ აქვს და იქ ორაზონება შეიძლება იყოს, იქ რაღაც ხარისხები შეიძლება იყოს, რეკომენდაციის და ამავდროულად, მაგრამ საშუალო გზების ინფექციების რეკომენდაციები მართვის არის ძალიან მარტივ გასაგებ და ესეთ ენაზე აღწერილი და მოცემული, რომელთაც ჩვენ ხედავთ, როგორ უნდა უმკურნალო, მაგალითად, მარტივ ცისტიტს ქალებში როგორ უნდა უმკურნალო, ქრონიკულ მორეციდივე ცისტიტს ქალებში და ასევე ყველა დანარჩენ ინფექციას დაწყებული თირკმლიდან დამთავრებული საშარდე მილით ესე იგი მკურნალობის მეთოდებია. იქამდე რომ იქ არის მედიკამენტები დასახელება, არის მედიკამენტების დოზები მოყვანილი
და არის მკურნალობის ხანგრძლივობა და რა თქმა უნდა მე მართვა ამისი მკურნალობის შემდეგ, რასაც პროფილაქტიკას რო ეძახდნენ ჩვენ და ჩვენ ქვეყანაში ახაც ეხმარება ეს. აი ეს ყველაფერი. ვინ როგორ ხელმძღვანელობს, აი ეს თუ ამას გულისხმობდა თქვენი შეკითხვა ახლა. ხო, ამაზე ძნელია თქვა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც ხელგვეწიფება ჩვენი ასოციაციის ფარგლებში, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ფარგლებში, ჩვენ ამის ესე ვთქვათ, პრომოცია კი არა, ამ ცოდნის გავრცელებას ამას ვაკეთებთ რეგულარულად. ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს ჩვენი კონგრესი დიდი, რომელზეც ხდება ამის, ესე ვთქვათ, ამ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი კოლეგების მიმართ და გარდა ამისა, წელიწადში რამოდენიმეჯერ გვაქვს სხვა ფორმის საგანმანათლებლო აქტივობები, როგორც არის ვებინარები, ინტერვიუები და ასე შემდეგ, ინტერნეტის აქტიური გამოყენებით, სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებით, მათ შორის, სადაც ამ ინფორმაციის დისტრიბუციას ვახდენს როგორც კოლეგებში, ისე მოსახლეობაში გასაგები ენით. ეხლა თუ ვიღაც ამას არ აკეთებს და არასწორად მკურნალობს, ხო, ნუ ეგ უკვე გადის ჩვენი კომპეტენციიდან და ნუ ეხლა ამას ვერც ჩვენი ასოციაცია და ვერც ინდივიდუალურად ჩვენ უროლოგები ვერ მივხედავთ. და აქვე ვინაიდან მკურნალობაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკები ამ კუთხით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად მჭირდება და ვერ გავექცევით. და რა აუხსნათ რატომ? ბაქტერიული ინფექცია მოითხოვს ანტიბაქტერიულ თერაპიას და წამყვანი არის ანტიბიოტიკები. ეს არის პირველი რიგის მკურნალობა, ანუ პირველი რაც უნდა დაინიშნოს ბაქტერიული ინფექციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. ეხლა ერთი რამ რაც მნიშვნელოვანია აქ, თუ ძალიან ღრმად ჩავხედავთ ამ საკითხს, ხო, მე ვახსენ ერთხელ რეზისტენტობის წარმოშობის პრობლემა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების მოხმარება, ამას მე დანიშნავს და იმასაც ვერ და ეს არის რაღაცა მოხმარება, როგორც საკვების, როგორც რაღაცა სასმელის და ასე შემდეგ. ექიმის დანიშნულების გარეშე და თვითნებურად, განსაკუთრებით ხანგრძლივად და სისტემატიურად. აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს კატასტროფა და სხვა შორის ეს პრობლემა არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო პრობლემა. როგორც აღმოჩნდა, ესეთი პაციენტები და ადამიანები არიან ყველგან მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ადამიანი მეტნაკლებად თავის ბუნებით ერთნაირია, ის იქნება საქართველოში თუ ამერიკაში თუ ავსტრალიაში. მე ვეძახებ ეს ყლაპავენ ანტიბიოტიკს, ანუ რაცა უნდა ატკივდეს, არიან ადამიანების კატეგორია, ეს უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ რაც არ უნდა ატკივდეს, გადაყლაპავს ანტიბიოტიკს. თავი ატკივდა ანტიბიოტიკი, მუცელი ატკივდა ანტიბიოტიკი, ეცის ტიტიმაკი, სამაკი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ეს მე გადადიცრა ერთხელ დაალა ვითომ უშველა, ვითომ რაღაცა შვება იგზნო და მე ამას რეგულარულად აკეთებს. თან კიდევ უარეს ისე რომ ცლიან და სხვადასხვა ანტიბიოტიკებს სვამენ, ესე ვთქვათ, ღებულობენ. მასიური გამოყენება, მასიური არადანიშნულებისამებრ ანტიბიოტიკების გამოყენება არის დამღუპველი და უფრო მეტი ვნება მოაქვს ვიდრე რაიმეს რგებს. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთონ. მე არასოდეს არ ვნიშნავ ანტიბიოტიკს აი ბრმად, აი ესე მოდი ხა ეს ვსვადოთ, მოდი ხა ის ვსვადოთ. ეს ექიმმაც რომ გითხრათ მოსახლეობას მინდა მივმართოთ, რომ თუ თქვენ ნახეთ, რომ თქვენი ექიმი აი ესე შვება, რომ დღეს ერთ ვიზიტზე გეტყვით, მოდი ხა ეს ვსვადოთ და მეორე ვიზიტზე მოდი ეს და მესამეზე მოდი ეს. გაეცალეთ იმ ექიმს, ეს არის არა აკადემიური მართვა აბსოლუტურად პრობლემის. მიზანმიმართულად უნდა დაინიშნოს გამომწვევის მიხედვით რა ბაქტერია და რა მიკროორგანიზმია, ანტიბიოტიკი იქნება ის თუ სხვა ანტიბაქტერიული საშუალება, ანტივირუსული საშუალება თუ სხვა მედიკამენტი, ხო? მიზანმიმართულად იმ კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს, რა ცუდი შეიძლება გამოიწვიოს ამან. უყურეთ, აი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აქვს მიკროფლორა, ჩვენ ორგანიზმში არის მილიარდობით მიკროორგანიზმი, ბაქტერიები და ასე შემდეგ, რომელიც ნორმალური ფლორა და ისინი საჭიროა. სვამთ რა ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანტიბიოტიკებს ვანგრევთ ჩვენ ბუნებრივ სასარგებლო ფლორას, ანუ ჩვენ ბევრი პრობლემა ვსპობთ ამ ჩვენთვის სასარგებლო ფლორას, რომლის მე ამის აღდგენას ან საერთოდ ვერ აღდგება, ან შეიძლება წლები დაჭირდეს და ეს თავისთვის გამოიწვევს, თავის მხრივ გამოიწვევს ძალიან დიდ ჯანმრთელობის პრობლემებს, ეს დაუშვებელია. იქ სადაც საჭიროა, ეს ბაქტერიები უნდა იყვნენ. კუჭნაწლავის ტრაქტში ისინი უნდა იყვნენ, მაგალითად, იმიტომ საჭირო საქმეს აკეთებენ და გვჭირდება. მეორე, დაუშვად და ისეთი ბაქტერია შემოსული ჩვენს ორგანიზმში, რომელიც არ უნდა იყოს, ხო?
მრავალჯერადად ესეთი ანტიბიოტიკების გამოყენება გამოიწვევს ეგრეთ წოდებული რეზისტენტური ფლორების მე რომ ვთქვი სულ თავიდან პირველი შეკითხვისას რომ ბაქტერიები ცვლიან მეთქი თავის ქცევას და ნირს ის დიდხანს რო ღებულობს ერთი და იგივე წამალს პაციენტი ის უცნობი მიზეზების გამო არ შეიძლება მუტაცია შეიძლება სხვა ეს მეცნიერება მარიცის უცებ შეიცვლის ის და იმის მიმართ ხდება მდგრადი ანუ შენ რამდენიც ტონა რო ის ანტიბიოტიკი მისცე იმ პაციენტს ბაქტერია თავისი გზით გამრავლდება ამიტომ ეს რეზისტენტული ფლორა ერთ წამალზე მეორეზე მე-10-ზე მე-20-ზე ხო საბოლოო ჯამში მე იგივე პაციენტს რო დაემართოს პნევმონია და დაჭირდეს ანტიბიოტიკი აღმოჩნდება რომ მის ორგანიზმში არსებულ ბაქტერიას ვერცერთი ანტიბიოტიკი ვეღარ ერევა და აი მე უკვე არის მართლა კატასტროფა ზოგადად ამას ქვია ანტიბიოტიკო რეზისტენტობა MDR სინდრომი ქვია მედიცინაში და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და საფრთხე მსოფლიოში ყველგან ძალიან დიდი აი დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში თუ მეხსიერება ან ვარაუდობს სკანდინავიის, იტალიის ქვეყნებში როგორც მახსოვს რეზისტენტობის პროცენტული მაჩვენებელი 50%-მდე წადის 50% ნიშნავს რომ ნახევარი ინფექციებისა არის მდგრადი მედიკამენტი ანუ შენ ფაქტიურად ექიმს არა გაქვს წამალი რომ ეფექტურად უმკურნალო იქნება ეს პნევმონია, მენინგიტი, ცისტიტი თუ პიელონეფრიტი თუ რაც იქნება. ხო, აი ამ ხელა კატასტროფა. ამიტომ ეს ამაზე მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ძალიან ბევრს ფიქრობს, ინტენსიურად მუშაობს, უფრო ბევრს ფიქრობს და ახალცებს კიდე აკეთებს, მაგრამ აი ეს პრაქტიკა რაც მე ვთქვი, მარტო პაციენტების მიერ არა, ჩემი კოლეგების, ჩვენი კოლეგების, ექიმების მიერაც წარმოებული რომ აი არადანიშნულებისამებრ ანტიბიოტიკების მიცემა პაციენტებისა ამას ძალიან ამძიმებს. არის პესიმისტური პროგნოზები სამედიცინო ლიტერატურაში რომ თუ ესე გაგრძელდა ამ ტემპით რაიმე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა. 2050 წლისთვის, ანუ ეხლა რომელიც 25 წელიწადში, 30 წელიწადში შეიძლება რეზისტენტობამ გადააჭარბოს 50%-ს და ბაქტერიების უმეტესობა იყოს რეზისტენტული, ანუ არამგრძნობიარე მდგრადი არსებული წამლების მიმართ. აი მე რა უნდა ვქნათ ჩვენ ექიმებმა, მე და პაციენტები ბუნებრივია, მე უკვე გაუგებარია. ეს სერიოზული, ესე ვთქვათ, საფრთხეა. იმედია გამოსავალი მაგამდე იქნება მოძებნილი. ყოველ შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ, ფიქრობენ ამაზე უკვე და მუშაობენ და ჩვენ რა დაგვრჩენია იმედის გარდა ამ შემთხვევაში. არ შეიძლება გამოვტოვოთ ესე ვთქვათ ბავშვების საკითხი და რამდენად მწვავეა, რამდენად საგანგაშოა ასეთ სახის ინფექციები, რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით გადამდებარე ინფექციებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი დანარჩენი ინფექციები რამდენად საშიში და საგანგაშოა მათ შემთხვევაში. და რამდენად ხშირად ხდება. ბავშვთა ასაკში იშვიათია ეს პრობლემა, ბევრად უფრო იშვიათი ვიდრე მოზრდილებში ეს აშკარად არის. მოზრდილი ადამიანების პრობლემა ბავშვებში საშადე გზების ინფექციები უხშირესად დაკავშირებულია ისეთ რთულ პრობლემასთან, რასაც ქვია თანდაყოლილი ანომალიები, რომელიც თქვენ ახსენეთ მე მგონი. როგორც წესი, საშადე გზების ინფექციები თუ განვითარდა ბავშვი, იქ ადგილი აქვს საშარდე სისტემის რაღაც ანომალიას, რომელიღაც უფრო სწორედ ანომალიას და ჩვენ პრინციპში ვიცით ის ანომალიები, რომლებიც ყველაზე ხშირად ამ პრობლემას იწვევენ და მაშინ უკვე აქ საუბარია იმაზე, რომ ეს პრობლემა, რომ საშადე გზების ინფექცია არის არაპიროლადი დაავადება, არამედ ან თანხლები, ან უფრო ხშირად გართულება რომელიღაც სხვა დაავადებისა და მაშინ ეს მოითხოვს კომპლექსურ დაავადებას, იმ ძირითადად აი მაგალითად თუ რეფლუქს პათოლოგია, რეფლუქს ნეფროპათია, ანუ შარდის უკუდინება არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში საშადე გზების ინფექციებისა. მაშინ ეს კომპლექსურად უნდა მოგვარდეს როგორც ინფექციის კონტროლით, მედიკამენტოზური, ისე ძირითადი დაავადების მკურნალობით, რომელიც ხშირად გულისხმობს ქირურგიულ ჩარევასაც. ანუ ბავშვები დიდი პრობლემა არ არის და როგორც წესი ბავშვებში ეს არის უკვე ესეთი უროლოგიური პათოლოგიით, სხვა უროლოგიური პათოლოგიით გამოვლენილი პრობლემა. აი ეს პათოლოგიები და პრობლემები, ესე ვთქვათ, ცალკე აღებული დიაგნოსტიკით უნდა გაირკვეს თუ თავისით იჩენს თავს. არა, ისინი მოითხოვს დახვეწილი დიაგნოსტიკის მეთოდებს, როგორც წესი, რადიოლოგიური კვლევის მეთოდები, ასე მაგალითად, თუ ქალებში მარტივი ცისტიტი საერთოდ არანაირი დიაგნოსტიკას არ მოითხოვს გარდა შარდის საერთო ანალიზისა მარტივი. ხო, აქ უკვე საუბარია რადიოლოგიურ კვლევებზე დაწყებული ულტრასონოგრაფიით, დამთავრებული კომპიუტერული ტომოგრაფიით და დამთავრებული ინვაზიური კონტრასტული ინსტრუმენტული კვლევებით.
ასე რომ ეს რთული საკითხია. ანუ იქ უკვე ლაპარაკია, რომ დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს უყოფილად ყველაზე რთული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით. და აქვე არ შეიძლება არ ესე ვთქვათ გავუშვათ ხილიდან თქვენი აქ ყოფნა და ცოტა გადავუხვიოთ თემას, იმიტომ რომ კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული უროლოგიური პრობლემა საქართველოში რაც არის, რაც ვახსენეთ რამოდენიმეჯერ, ეს არის კენჭები თირკმელებში. რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი დიეტისგან და ზოგჯერ ტრადიციებისგან გამომდინარეც ხდება ხოლმე. რამდენად მწვავე დგას ეს პრობლემა ჩვენ ქვეყანაში? კი, საქართველოს სამწუხარო ეს სხვა კიდევ ასევე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ კენჭოვანი დაავადება სიხშირით ასევე შედის პირველ სამეულში ნამდვილად უროლოგიური დაავადებებისა. სამწუხაროდ საქართველოს წლების განმავლობაში, კი არა, 10 წლეულების განმავლობაში ითვლება ერთ-ერთ კერად. შეიძლება არის ეძახდნენ ჩვენი წინათაობის უროლოგები, რომ ენდემიური კერაა ეს შარტკენჭოვანი დაავადებისო და ამდენად ესე არანაჭეშმარიტად ენდემიური კერაა ძნელია თქვა, მაგრამ სიხშირე რომ მაღალია ეს ფაქტია შარტკენჭოვანი დაავადებისა. ყველაზე ხშირად ჩვენ გვხვდება თირკმლის კენჭები. თირკმელში ჩნდება კენჭები სტატისტიკურად და ეს და კენჭოვანი დაავადებაც თავის მხრივ ძალიან მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. იმიტომ რომ ეხლა წინ უსწრებ და ვფიქრობ, რომ შემდეგი შეკითხვა იქნება მიზეზები რატო ჩნდება და როგორ ჩნდება ეს კენჭები და ეს არის ყველაზე რთული შეკითხვა. ეს არის მრავალფაქტორიანი პრობლემა, ანუ კენჭების გაჩენა ბევრი სხვადასხვა მიზეზით და მექანიზმით შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში, რომელთაგან ჩვენ ნაწილი ვიცით, მაგრამ დიდი უმეტესობა არ ვიცი და ვეძახით იდიოპათურს, ანუ უცნობი მიზეზებით განპირობებულ ასეთი სიტყვა გვაქვს ჩვენ მედიცინაში, რაც არ იცი, რომ რაღაც მაღალფარდოვანი იმით თითქოს ახშობ ამას, რომ თითქოს იცი რაღაცა, სინამდვილეში არ იცი. ასე რომ იდიოპათიური მიზეზები სხვა იმაშიც, მაგრამ შარტკენჭოვან დაავადებაში ჭარბობს. მაგრამ რაღაცები ვიცით მიზეზები. და შესაბამისად თუ იცი მიზეზი, მე შეგიძლია მას ებრძოლო კიდეც. მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია არის ერთ-ერთი ცნობილი და დადასტურებული მიზეზი, მეცნიერულად დადასტურებული მიზეზი კენჭების გაჩენისა. მაგალითად, ისეთი ინფექციები, როგორც არის საშარდე სისტემის ტუბერკულოზი, ჩვენ ვიცით, რომ ტუბერკულოზის დროს საშარდე გზების ტუბერკულოზის დროს კენჭების სიხშირე მატულობს და იქ უფრო ხშირია კენჭები. მთელი რიგი უროლოგიური დაავადებები და ანომალიები მათ შორის ზედა საშარდე სისტემის ასევე ვიცით, რომ კენჭების გაჩენის ერთ-ერთი ცნობილი მიზეზია. მამაკაცში პროსტატის ასაკში, რომ პროსტატის გადიდების პროცესი იწყება, აი ასაკოვან მამაკაცებს, რომ ხალხში იტყვიან, აი პროსტატა აქვსო, ხო, პროსტატა ყველას აგვაქვს მამაკაცებს, მაგრამ აი ის რაც იგულისხმება, აი მამაკაცებში შარდის ბუშტის კენჭების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის და ვიცით ინფექციასთან ერთად. ამის გარდა არაუროლოგიური დაავადებებია მთელი რიგი სხვა სისტემის დაავადებები, რომლებიც ცნობილია, დადასტურებულია მეცნიერულად, რომ იწვევს თირკმელებში კენჭების გაჩენას. მაგალითად, პოდაგრა. პოდაგრა არის ესე დაავადება, რომლის არსი მდგომარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას მის ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ შარდმჟავას ცვლის მოშლა ხდება. და ამის შედეგად მთელი რიგი პათოგენეზური მექანიზმები პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ხდება კონკრეტული ქიმიური შემადგენლობის კენჭების გაჩენა. პოდაგრა სახსრების დაავადება რომ არის, მაგრამ სინამდვილეში ის არის სისტემური დაავადების, სახსრები ვლინდება ყველაზე ხშირად, თორე ის არის სისტემური დაავადება, რომელიც ბევრ სხვაავს აკეთებს და ერთ-ერთი არის თირკმელში კენჭების გაჩენა. მაგალითად, ჰიპერპარათიროიდიზმი ქვია, ანუ პატარა თხილისაც არა, უფრო პატარა მარცვლის ოდენა ჯირკვლები გვაქვს ჩვენ კისერში ორივე მხარეს, რომლის ფუნქციის დარღვევა იწვევს თირკმელებში აი ისეთი მასიური კენჭის წარმოქმნის პროცესს და იქამდე რომ შეიძლება თირკმლის ფუნქცია სრულად დათრგუნოს და თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს. არის კიდე აი ესეთი უფრო რთული კიდე დაავადებები, კრონის სინდრომი და არის რამოდენიმე ესეთი დაავადება, რომელიც ჩვენ ვიცით რომ იწვევს კენჭოვანი დაავადების განვითარებას. აქედან გამომდინარე შესაბამისად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის კენჭები თავისი ქიმიური შემადგენლობით, რაც თირკმელში ჩნდება, არის სხვადასხვანაირი. ეს არ არის ერთფეროვანი, ერთი ქიმიური შემადგენლობის კენჭები, არა ისინი.
ისინი არის მრავალფეროვანი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მე თავისი, ესე ვთქვათ, ქცევით. მაგალითად, ლაბორატორიული მონაცემებით აბსოლუტურად განსხვავებულია ფოსფატებისა და ურატების დროს, სულ სხვადასხვა. და შესაბამისად, მათი მეტაბოლური მკურნალობაც და დიეტოთერაპიაც ამ კენჭების დროს განსხვავებულია კენჭების ქიმიური შემადგენლობის მიხედვით. ასევე ხშირად შემოხვედრია მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს კენჭები და ესე ვთქვათ, არ აწუხებს და არც ცდილობს რომ იმკურნალოს. ეს რამდენად რისკის შემცვლელი ქმედება? თუ ექიმმა უროლოგმა გამოიკვლია, ჩაუტარა შესაბამისი რეკომენდირებული კვლევები და უთხრა, რომ არის იქ თქვათ, მას აქვს კენჭოვანი დაავადება და უთხრა, რომ შეიძლება ამ ეტაპზე აქტიური მკურნალობა არ ჩატარდეს, ეს ესეა, მაგრამ ესეც იქნება, მაგრამ აქ მეორე ფაქტორია, რომ ის არ ეტყვის არასოდეს, რომ შენ ჯანმრთელი ხარ, წადი და არასოდეს აღარ მოხვიდე, არ დამენახო, არა. პირიქით, როცა ლაპარაკი ამას ქვია აქტიური მეთვალყურეობა. მედიცინაში და ეს გამოიყენება სხვა შორის ონკოლოგიურ დაავადებებში გამოიყენება, მათ შორის უროლოგიური ონკოლოგიურ დაავადებებში. აქტიური მეთვალყურეობა ნიშნავს, რომ შენ პაციენტს გამოიკვლევ, დიაგნოზს დაუსვამ, იმ ეტაპზე, იმ მომენტში მისი აქტიური მკურნალობის აუცილებლობას ვერ ხედავ რაიმე მიზეზით, ესეთი მიზეზებიც ცნობილია და ეუბნები, რომ შენ მიდიხარ აქტიური მეთვალყურეობაზე რაღაც ინტერვალებით და რაღაც ვადებში უნდა მოხვიდე, ჩაიტარო ესა და ეს კვლევები, რომელიც მან უნდა დაუწეროს. მაგალითად, უნდა უთხრას, რომ 3 თვეში მოხვალ თუ კენჭი, გაიკეთებ ულტრასონოგრაფიას, შარდის საერთო ანალიზს, შარდის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს, ან კი თირკმლის ფუნქციის განსაზღვრო კვლევა, სისხლის ანალიზს და მაჩვენებ და თან გამისაუბრებ. აი ეს არის სწორი მართვის მეთოდი. აი ამას ქვია აქტიური მეთვალყურეობა და ამაში მიზანი რა არის და ფილოსოფია რა არის, რაღაც ეტაპზე ესეთი მორიგი ვიზიტისას, მეორე, მეოთხე თუ მეათე. შეიძლება იქ მოუთხრას, რომ მორჩა, ეხლა დამთავრდა შენი აქტიური მეთვალყურეობის ფაზა, ეხლა გადავდივართ აქტიური მკურნალობაზე. და აქტიური მკურნალობა იქ შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. ან უნიშნავს მედიკამენტს და მედიკამენტებს და ეუბნება მე დიეტურ რეკომენდაციებს რა უნდა გააკეთოს როგორ, ან სთავაზობს რაღაც ჩარევას, რაიმე ტიპის აქტიურ მკურნალობას. მაგალითად, თუ კენჭია, მოდი დავამტრიოთ ახლა ეს კენჭი უოპერაციოდ. ან მოდი ახლა უოპერაციოდ აღარ და მოდი ახლა დავამტრიოთ და მოვაცილოთ ეს კენჭი ოღონდ ნაკლები ინვაზიური მეთოდით. ახლა კენჭოვანი დაავადების დროს უნდა იცოდეს ჩვენ მასვენებმა, რომ ის ღია ტრადიციული ქირურგია, რომელიც 30 წლის წინ გამოიყენება, პრაქტიკულად მოკვდა. ანუ ეს გაჭერი და ამოიღე კენჭი უკვე თითქმის აღარ არის. ხა როცა ჩვენ იქ სადაც მე ვმუშაობ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ცენტრში ამ კენჭოვან დაავადებას უამრავ ჩარევას ვაკეთებთ, მაგრამ აი მე არ მახსოვს ბოლოს როდის გავაკეთე ღია ოპერაცია კენჭის გამო, ну აი პრაქტიკულად არ მახსოვს რა. განსაკუთრებით თირკმლის კენჭების დროს ეს ყველაფერი ახლა გადასული არის ნაკლები ინვაზიურ ენდოსკოპიურ მეთოდებზე მკურნალობის. ბოლოსთვის შემოვინახეს ტრადიციული კითხვები, რასაც ყველა ჩვენ სტუმარს უსმევთ. პირველი არის ასეთი, რატომ გადაწყვეტეთ ექიმობა? ესეთი რთული გზა, რატომ აირჩიეთ? ეს იყო ჩემი, ესე ვთქვათ, ეს იყო შინაგანი გრძნობა, თუ მოთხოვნილება თუ რაღაც ეს. ამაში გარკვეული როლი მან ითამაშა, რომ ოჯახის წევრები მყავდა მე ექიმები, ჩემი ექიმი იყო. ჩემი არ არის ექიმი, ბებია ჩემი ბაბო ჩემი ექიმები იყვნენ, ანუ რაღაცა ეს წრე გარკვეულ როლს თამაშობდა ალბათ, იმიტომ რომ მე ამ წრეში ვტრიალებდი, ესე ვთქვათ, თავისთავად ახლა ექიმები იყვნენ ირგვლივ და მათთან მქონდა კონტაქტი. თუმცა მარტო ეს არ ახლა ჩემი ქალიშვილი მაგალითად მე და ჩემი მეუღლეც ექიმი ვართ, ხო, ორივე მშობლები ექიმი ყავს, მაგრამ საერთოდ გაგონება უნდა მედიცინის და სხვა მიმართულებით მიდის, მაგრამ ეს ერთი ნაწილობრივ ეს ფაქტორი იყო, ნაწილობრივ. გადამწყვეტი ალბათ ეს არ იყო. იცით როგორ არის, მე ზოგადად ვფიქრობ ეს რომ ამას უყურებ ცოტა ესე რა ფილოსოფიურად შეიძლება ითქვას, ყველა ადამიანში შიგნით რაღაც კოდირებული სახით არის რომელიღაც პროფესიისადმი მეტი მიდრეკილება კი არა, უნარი, ეს უნარჩვევები, ანუ
არის კოდირებულად როგორც თქვა სულიერი სიახლოვე რომ ის იმ პროფესიაში უფრო კომფორტულად და თქვა ბუნებრივად იგრძნობს თავს და ამასთან ერთად არის მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის თქვა პოტენციალი. ამას ადამიანი ხშირად ვერ აანალიზებს. ხანდახან ხშირად აანალიზებს. არის ბევრია ეს ჩემს ირგვლივ შემთხვევები და თქვენც თუ მოიხედავთ იქნებიან ესეთი ადამიანები, რომლებიც აი მიედება, მოედება ხან ერთ პროფესია. ვერ იპოვა თავის ადგილი და გახტის და ცანცარებს ჭყალებში ესე ვთქვათ რა. მე ეს შემთხვევა არ ვიყავი. ანუ მე ეს შემთხვევა ვიყავი, როცა ბავშვობიდანვე აი მე ვიცოდი რომ ეს მინდოდა რა. არ ვიცი ეს როგორ რანაირად მოხდა, მარტო მშობლები სავარაუდოდ არ იყო, თუმცა ის იყო რაღაც გარკვეული გან, მაგრამ აი შიგნით მქონდა რა. და ვგრძნობდი რომ ეს არის ჩემი რა. ანუ ამოვიცანი მე ის კოდი რაც მე მეტო. ეს ადამიანს ყველას აქვს შიგნით. და აქ თავარია როგორ ამოიცნობს და როდის ამოიცნობს. თუ საერთოდ ვერ ამოიცნო, ძალიან ცუდია და როგორც წესი არარეალიზებულები არიან ესეთი ადამიანები და ეს მე რაღაც ტრაგიკული სცენარით მიდის ხოლმე და არ ვიცი, თუ გვიან ამოიცნო, არიან აი ეს ადამიანები, რომლებიც თავიდან სხვაგან იყვნენ და მე შეიცვალა პროფესია და ვა და იქ აფეთქდა, იქ მოაწყო ფეიერვერკი და იქ მთლიანად გაიშალა. აუცილებელი არ არის რაღაცა ის გახდეს რა აინშტაინი. მაგრამ თავისი მისი ბუნებრივი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინა. აი ეს არის მთავარი. ბედნიერებისთვის ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ცხოვრების აზრისთვის ეს არის რომ ადამიანმა ის რაც მას ღმერთმა მიცა, ყველა ვერ ვიქნებით გენიოსები, რაც შენია, შენ გაქვს, იმის რეალიზება მოახდინა. მოკრძალებულად, საშუალოდ, ზოგი გენია, მან გენიალურად. აი იმ გენიამ ის განსაკუთრებით რთულია, იმიტომ რომ თუ შენში გენია და ეს გენია ვერ ამოიცანი და სხვა მიმართულებით წახვედი, აი ამას შეიძლება მთლიანად მოგინელოს და ესეთები როგორც წესი ან სუიციდით თავდება, ან ფსიქიატრიაში თავდება, ან ნარკოლოგიაში. საკმაოდ ღრმა პასუხი იყო. ნახოთ ამ კითხვას როგორ უპასუხებთ. როგორი პაციენტი ბრძანდებით? ცოტა მშიშარა. როგორც ყველა ექიმი, ცოტა მშიშარა, რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ბუნებრივია მეც მაქვს, შედარებით ცოტა უფრო მშიშარა, თუმცა ვარ რა ბუნებით საერთოდ ესეთი ბუნებით დისციპლინირებული ადამიანი და პასუხისგებლიანი ადამიანი ცხოვრებაში ყველაფრის მიმართ. შესაბამისად, აქაც ვარ დისციპლინირებული და პასუხისგებლიანი პაციენტი. აი შემიძლია ვთქვა, ანუ ის რეკომენდაციები, რაც ჩემს მიმართ გაიცემა, იმ რეკომენდაციებს ვასრულებ როგორც წესი და რიგია, ისე და მოწესრიგებულად და როგორც არის გაცემული. ცოტა ესეთი ვარ რა, ცოტა მშიშარა ექიმები, ზოგადად კაცებიც ვითომ მშიშრები არიან და ექიმები მით უმეტესო, მაგრამ აი ეს ექიმებზე რო ვიძახე რომ უპასუხისგებლო და რაღაცა და ესეთი არა ვარ. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. საკმაოდ მრავალისმომცველი საუბარი გამოგვივიდა. იმედია ჩვენ მამაყურებელმა მიიღო ბევრი რეკომენდაცია და გაითვალისწინებს და თავიანთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან. მე კი არ შემიძლია არ გისურვოთ ნაკლები პაციენტი ქვეყნის ჯანმრთელობისთვის და წარმატებები თქვენს პროფესიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც ვფიქრობ რომ საინტერესო საუბარი გამოვიდა. იმედია კიდევ მოახერხებთ მოსვლას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით. სიამოვნებით, თქვათ, ინფორმირებისთვის, განათლებისთვის ყოველთვის ადავარ ვისაუბრებ. მადლობთ. 28 სექტემბერი ცოფის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი დაუკავშირეს ლუი პასტრის გარდაცვალების დღეს. ფრანგმა მიკრობიოლოგმა და მეცნიერმა კაცობრიობას უნიკალური პრეპარატი ცოფის ვაქცინა დაუტოვა. ცოფის ვირუსი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საგანგაშო დაავადებად, რომელიც უპირობოდ სიკვდილით სრულდება. ცოცხალი ორგანიზმი, იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი, ვაქცინაციის გარეშე საშინელი ტანჯვით კვდება. გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან უფრო მეტი ცოფის ვირუსზე და ანტირაბიული ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ცოფი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე აღუდგენელი დაზიანებით, აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, როგორც წესი სიკვდილით მთავრდება. ბევრი ცხოველი ვირუსის მატარებელია, ამ მხრივ ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან ღამურები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები, კატები, მელიები, სკუნსები. ვირუსი დაავადებულ ცხოველში განთავსებულია ნერვულ დაბოლოებებზე და ნერწყვში. ცოფის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაავადებული ცხოველის ნერწყვიდან, დორბლისგან.
ხშირად მიიჩნევა, რომ მხოლოდ თვალით შესამჩნევი ჭრილობებიდან გადადის, როგორიცაა ნაკბენი ან ნაკაწრი. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკბენის და ნერწყვის კანზე მოხვედრის ხარისხს. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები თავის, სახისა და კისრის არეში, რადგან ასეთ შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო პერიოდი მცირდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი ადამიანის სხეულში მოხვდება, ის ნერვების გავლით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევს. ამ პერიოდში ვირუსის აღმოჩენა რთულია, რადგან ეს ვირუსის საინკუბაციო პერიოდია. ის გრძელდება 15 დღიდან 55 დღემდე. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდეც კი. ყველა შემთხვევაში დროულად დაწყებული ვაქცინაცია აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს და თავიდან აცილებს დაავადების განვითარებას. კლინიკური სურათი. საინკუბაციო პერიოდს მოყვება უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს 3 სტადიას. ვირუსის მოქმედების სტადიას, სანამ ის ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიაღწევს, გრძელდება 1-დან 3 დღემდე. მას ახლავს მომატებული ტემპერატურა, საერთო სხეულის მოდუნება, ცუდი ძილი ან უძილობა, მგრძნობელობა, აღელვება, ნაკბენის ტკივილი, ჭრილობის მოშუშების შემთხვევაშიც კი. აღგზნების სტადია გრძელდება 4-დან 7 დღემდე. გამოიხატება ძლიერ მომატებული მგრძნობელობით, ორგანოების მცირე გაღეზიანებისას, კაშკაშა შუქი, ქარის ქროლვა, ხმაური, სხვადასხვა ბგერები, წყლის ჩხრიალი, იწვევს კუნთების კრუნჩხვებს. პაციენტი ხდება აფორიაქებული, აგრესიული, ეწყება ჰალუცინაციები, მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი ბოდვა, პარანოია. ემართება ჰიდროფობია, წყლის შიში, რომელიც იწვევს საყლაპავი კუნთების ძლიერ სპაზმს, არა მარტო წყლის დალევის მცდელობისას, არამედ წყლის დანახვისა და მისი ხსენების დროსაც კი. დამბლის სტადია გრძელდება რამდენიმე საათიდან 3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთების და ქვედა კიდურების დამბლა, სუნთქვის დამძიმება, ნაწილობრივი ან სრული მოშლა, რაც თავისთავად უკვე იწვევს პაციენტის სიკვდილს. სიკვდილი როგორც წესი დგება გულის გაჩერებით. დადასტურებული ავადობის საერთო ხანგრძლივობა 5-დან 8 დღემდე, იშვიათად 10-დან 12 დღემდე. დაავადებული ადამიანის უმთავრესი სიმპტომია წყლის შიში. საკმარისია წყლის ან საჭმლის დანახვა, რომ ეს შეუძლებელს ხდის დაავადებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც კი. არანაკლებ მნიშვნელოვანია აეროფობიის სიმპტომი. ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და ცრემლის გამოყოფა. ზოგიერთ პაციენტს გამუდმებით ცდის ნერწყვი პირიდან თხელ-ნაკადად. დაავადებიდან მეორე და მესამე დღეს მეტყველება გაუგებარი ხდება. ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს, აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს. როგორც წესი, დაავადების გამოვლენა ლაბორატორიულ დამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა ეს შესაძლებელია მათ შორის ბოლო დროს შემუშავებული მეთოდითაც, თვალის გარსიდან აღებული ნაცხში ხვდება ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა. პირველადი დახმარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ცოფის საწინააღმდეგო აცრა, ანტირაბიული ვაქცინაცია, თუნდაც პრევენციის მიზნით. ცოფზე საეჭვო ექსპოზიციის შემთხვევაში ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში. შემდგომ დამუშავდეს იოდის შემცველი ან მსგავსი ვირუციდული საშუალებებით. ეპიზოდის შემდგომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროფილაქტიკური ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში იმუნოგლობულინით მკურნალობა. საზოგადოებაში გავრცელებულია სტიგმა, რომ ანტირაბიული ვაქცინაცია შეიცავს მძიმე შენაერთებს და უმჯობესია ცოფის დადასტურებამდე არ გაკეთდეს. თუმცა დამტკიცებულია, რომ ანტირაბიულ პროფილაქტიკურ იმუნიზაციას უკუჩვენება არ გააჩნია, ის გამოიყენება ორსულებში და ახალშობილებშიც კი. რა თქმა უნდა, აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა შეყვანის გზებისა და დოზირების სქემის მოთხოვნების დაცვისთვის, რომლებიც აღიარებულია როგორც უსაფრთხო და ეფექტური. ცოფზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პროფილაქტიკური აცრა არ უნდა გადაიდოს. ცოფზე საეჭვო შინაურ ცხოველზე დაკვირვების მიზნით ან ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებამდე. როდესაც ცოფზე საეჭვო ცხოველის გამოკვლევა და მასზე დაკვირვება არ არის შესაძლებელი, კონტაქტის შემდგომი ანტირაბიული პროფილაქტიკური ვაქცინაცია იწყება და სრულდება ვაქცინაციის სრული კურსის სქემით. ანტირაბიული პროფილაქტიკური ვაქცინაციის კურსი შეიძლება შეწყდეს, როდესაც ცხოველი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და კონტაქტიდან 10 დღის მანძილზე რჩება ჯანმრთელ მდგომარეობაში, ან როდესაც ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად ცხოველის სიკვდილის შემდეგ ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება, რომ ცხოველი არ არის ცოფის ვირუსით ინფიცირებული. ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. თუ ადამიანის ორგანიზმში ცოფის ვირუსი მოხვდა, ის განწირულია. გარდაცვალებამდე კი დაავადებულს საშინელი გზის გავლა მოუწევს.
საუბედუროდ საქართველოს ცოფის ენდემური კერაა. ცოფი ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული და მაღალია ადამიანის დასნებოვნების ალბათობა. ამ ვითარებაში ერთადერთი გონივრული გზა ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაკმენის და გაწვრის ან დადორბვის შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია. ცოფით დაღუპულთა მსოფლიო სტატისტიკა საგანგაშოა. ამიტომ ყოველ წელს 28 სექტემბერს ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი ატარებს ღონისძიებას, რათა დაავადების შესახებ მოახდინონ ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, ვაქცინაციის პოპულარიზაცია და მოუწოდონ საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ. იყავით ყურადღებით საკუთარი თავის და გარემოცვის მიმართ. წინა გადაცემაში ვისაუბრეთ მცივანა ადამიანებზე. მათ საპირისპიროდ არიან ისინიც, რომელთაც მუდმივად ცხელათ. არის ეს ბუნებრივი თუ საყურადღებო? რატომ ცხელა ადამიანს მუდმივად? ამაზე შეიძლება რამოდენიმე პასუხი გავცეთ. მოდით თანმიმდევრობით დავიწყოთ. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს მაღალი მეტაბოლიზმი, როცა ორგანიზმი აქტიურად წვავს ენერგიას, რაც იწვევს მეტი სითბოს გამომუშავებას. ეს ხშირად გვხდება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ჭამენ და ამის მიუხედავად არ სუქდებიან. ასევე ესეთი რეაქცია შეიძლება ყავაზე, ენერგეტიკულ საჭმელზე ან ცხარე სატყუებზეც გქონდეს. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, რასაც ეწოდება ჰიპერთირეოზი. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს მეტ თიროქსინს, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ადამიანს მუდმივად ცხელა. გაოფლიანებულია, გაღიზიანებულია, აწუხებს გახშირებული გულისცემა და შესაძლოა აქტიურად წონაშიც ikლებდეს. ეს აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ჰორმონალური ცვლილებები, განსაკუთრებით ქალებში მენოპაუზის დროს ან ჰორმონების დისბალანსის დროს. ამას შეიძლება მოყვეს ცხელების შეგრძნებები, ოფლიანობა და გაღიზიანება. შფოთვა ან პანიკური შეტევები. შფოთვა იწვევს ადრენალინის ამოსხმას ორგანიზმში, რაც აჩქარებს გულისცემას და აჩენს სხეულის შიდა გახურების შეგრძნებას. დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვება, როდესაც ორგანიზმი ვერ აკონტროლებს თერმორეგულაციას, ადამიანს ცხება და თან ოფლიც არ გამოზდის. ზედმეტი წონა. ჭარბი წონის დროს სხეული დამატებით სითბოს ინახავს და ადამიანს უფრო ხშირად ცხელა. თუ ეს მდგომარეობა შემაწუხებელია, განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია და ანალიზები, მაგალითად, ფარისებრი ჰორმონები, TSH, T3 და T4, სისხლის საერთო ანალიზი, ჰორმონალური სტატუსი, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულ ქალებში, რაც არის ესტროგენისა და პროგესტერონის შემოწმება, არტერიული წნევა და გლუკოზა და ამასთანავე ზოგჯერ შეიძლება იყოს კარტიზოლის დონე, შფოთვითი მიზეზების გამოსარიცხად. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.